დღეს გვიან ღამით შეერთებული შტატების კონგრესის ქვედა პალატამ მიიღო მეგობარი აქტი. მეგობარი აქტი გულისხმობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ გზაზე და ამავდროულად იმ ადამიანების თუ პოლიტიკოსების დასჯას, რომლებიც ძირს უთხრიან ქართულ დემოკრატიას და ხელს გვიშლიან გავხდეთ ევროკავშირის წევრები. ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. ამიტომ თუ ვინმე ვიღაცას ატყუებდა, რომ ქართული ოცნება მოახერხებდა ტრამპის ადმინისტრაციასთან დაალაგებას, რომ ყველაფერი ბაიდენის ბრალი იყო და ორბანი მოეხმარებოდათ, ეს ყველაფერი აღმოჩნდა, რა თქმა უნდა, ტყუილი. არანაირი დაალაგება და გადმოლაგება არ მოხდება, თუ ქართული ოცნება არ დაბრუნდება იმ გზაზე, რომელიც არის საქართველოსთვის ბუნებრივი, არ დანიშნავს ახალ სამართლიან არჩევნებს და არ გამოუშვებს ყველა პოლიტიკურ პატიმარს. ამ აქტის მიღებიდან ესეც აბსოლუტურად ცხადი უნდა იყოს ყველასთვის. მოკლედ, ამ თემაზე ბევრი რომ არ ვილაპარაკო, იმ ადამიანებისთვის, ვისაც გვიყვარს საქართველო და გვჯერა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ძალიან კარგი ამბავია და იმ ხალხისთვის, ვინც ებრძვის ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სუდი ამბავი მაქვს, ძალიან ბევრი სანქცია და კიდე სხვა სიურპრიზი გელოდებათ.